არც კი ვიცი რით დავიწყო და რა ვთქვა. სერიოზული შოკი მაქვს. ამ კოტე ბაბუნაშვილის წერილის წაკითხვის შემდეგ. კოცები, არ ვიცი საერთოდ რას ფიქრობთ. ხახნო რა ხახვი რა კარტოფი რიბეში ჩაკუჭული 100 ლარიანი თან ასე ზუსტად თარიღებში ზუსტად თანხებში თან ეს კაცი მანამდეც მახსოვს წერდა ქონდა რაღაც ინტერვიუები და ერთ-ერთი ჯდება თითქოს ის სიგნალებს ვაწვდი და ალაგ-ალაგ და ჩვენ ამას ვერ აღვიქვამთ რებუსი იყო ხა პირადად ჩემთვის იმიტომ რომ ვერ წარმომედგინა იქ სადაც ადამიანები ყოველდღიურად რაღაც რუტინაში არიან როგორ იშოვონ თვიდან თვემდე 500 ლარი ნისიები მაღაზიებში ვალები ბანკების და ამ დროს რებს ვისმენ და ვკითხულობ კაპიკებს გვათვლევინებს დაგვამათხოვრა რას დაგვამსგავსა ხალხი და რა ფასები პროდუქტებს და ესენი რა თანხებს აი როგორ დაგცინიან აი უბრალოდ ამაზე მეშლება ნერვები რომ როგორ დაგცინიან თან ასეთ განათლებულ ხალხს ქვეყნებში დავდივარ და ქართველებივით განათლებული მრავალმხრივი ადამიანები აი მართლა არ შემხვედრია არსად რა საკუთარი ქვეყნის ისტორია არ იცის ხალხმა და საკუთარი მწერლები კომპოზიტორები და რეჟისორები არ იციან და ღმერთო ჩემო საქართველოს სადაც აკუმულირებული ასეთი უნიჭიერესი მასა ვიღაცა არა განათლებული მაგრამ შვილი ყავს ანიჭიერი და მაგარი აზრზე მოდით ხალხნო სადავართ რაში ვაცხოვრებთ ოტე ბაბუნაშვილი ინტერვიუში ლაპარაკობს ერთად დაიქნიეს ღარიბაშვილი ლილუაშვილი და გომელაური ბიძინამ ფულის მოტანა მოსთხოვა ყველას და ციხე დაემუქრა აქ მოხდა ლევან ჯანგულაძის მკვლელობა და ახლა უკვე ფარცხალაძე რომანოვი გამოდის სააშკარაოზე ღარიბაშვილი ამ დროს ემუქრება ბიძინას რომ ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანს ყველაფერს იტყვის მაშინ რა უნდა გამოიტანოს სააშკარაოზე ღარიბაშვილმა მოვიდა სიმართლის ბოლომდე თქმის დრო აქამდე თვლიდი რომ დრო ჯერ არ დამდგარა რადგან საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არ დამეზიანებინან მაგრამ ახლა უკვე პირიქით საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად საჭიროა საბაზო ინფორმაცია რომელიც დაფარული იყო და ეს უნდა გახდეს საჯარო ბიძინას რუსეთისკენ გზა დამწვარი აქვს რადგან 2021 წლის 30 იანვარს მას შემდეგ რაც 11 იანვარს პოლიტიკიდან წასვლა გამოაცხადა მან FSB-ს რამდენიმე გენერალთან ერთად რუსი ჰაკერების მეშვეობით მითვისა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ევროპაში გადამალული ფონდი რომელშიც 3 ტრილიონი ევრო იყო განთავსებული ოპერაციის პირველმა ნაწილმა წარმატებით ჩაიარა მაგრამ მეორე ნაწილში გაიჭედა ფინანსური მონიტორინგის საერთაშორისო სტრუქტურებმა თანხა დააპატიმრეს ამის შემდეგ ბიძინამ გამართა ვაჭრობა და საერთაშორისო ფინანსური სტრუქტურებისგან ითხოვდა 25 მილიარდ დოლარს როგორც კუთვნილ ჰონორარს რომელიც ეკუთვნოდა იმაში რომ რუსეთს საშინელი ფინანსური ზიანი მიაყენა ეს თანხა ვერ მიიღო და განაწყენდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე ამასობაში რუსებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს მას ამიტომაც გაახიზნა ბიძინამ ოჯახი სამხრეთ კორეაში ხოლო თავად ჯერ სანტროპეში ბანაკდა ხოლო მერე დაიწყო ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება თან ვაჭრობდა და მოელოდა რომ რუსებისგან ამოგლეჯილი ფონდიდან სანუკვარ 25 მილიარდ დოლარიან ჰონორარს მიიღებდა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა სულ სხვა დონეზე ამასობაში კი რუსებმა საქართველოში მოაწყვეს ნიკამელიას დაჭერის ოპერაცია, რასაც მოჰყვა გახარიას გადადგომა. ხოლო საქართველოს პრემიერად რუსებმა და არა ბიძინამ როგორც ეს შეცდომით გონიათ ღარიბაშვილი გაამწესეს რითაც ჩაიბარეს რუსული აქტივი ქართული ოცნების ხელისუფლება პრემიერის რანგში ბიძინა იმიტომაც ვერ იტანს გახარიას რომ მის გადადგომას აბრალებს 25 მილიარდი დოლარის მიუღებლობას ამიტომ ეძახის გახარიას მოღალატეს ბიძინა მობრუნდა საქართველოში და თავისებურად დაალაგა სიტუაცია და ჩადგა მოლოდინის რეჟიმში რაც გამოჩნდა კიდეც 2023 წლის 30 დეკემბერს, როდესაც ბიძინა მესამე დაბრუნდა პოლიტიკაში. ამასობაში მან გამოიწვია საქართველოში 300 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ლონდონსა და ნიუ-იორკში ინახებოდა. პარალელურად მოაწყო მეორე ჰაკერული თავდასხმა კაცი ჰაკერი ყავს რა ეგ თუ ყველაფერი მართალია ღმერთო ჩემო ამჯერად უჩა მამაცაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე კვიპროსში რის შედეგადაც მიითვისა 300 მილიონი დოლარი ეს არის ის 700 მილიონი ლარი
რომელიც DGG-ების გაყალბების ცნობილი ოპერაციისას გააქრო ოთარ ფარცხალაძე. შედეგად ბიძინას რუსეთის FSB-სგან დარჩა ის 200 მილიონი, რომელსაც ჯიბის ფული დაარქვა. ხალხო, ხვდებით, 200 მილიონს არქვევენ ჯიბის ფულს ამ ქვეყანაში. ბიძინას რუსეთის FSB-სგან დარჩა ის 200 მილიონი, რომელსაც ჯიბის ფული დაარქვა. 300 მილიონი დოლარის ხელოვნების ნიმუშები და კიდევ 300 მილიონი მითვისებული ჰაკერული გზით კვიპროსიდან. დანარჩენი რუსული ფონდები ყბადაღებული 7 მილიარდი, რომლითაც Forbes-ში იკავებდა ადგილს, მან ქართულს, ანუ იგივე FSB-ს აგენტ კანტორას ჩააბარა, გადააბარა. ბიძინამ ჯერ კიდევ პოლიტიკიდან მეორე წასვლამდე შექმნა ანტიკონსტიტუციური სტრუქტურა, არაფორმალური ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც ანანურში დააბანაკა და სათავეში ჩაუყენა პროკურატურის თანამშრომელი გიორგი ჭანტურიძე. ეს არის არაკონსტიტუციური სტრუქტურა, რომელიც საქართველოში არ უშვებს ინვესტიციებს იმის შიშით, რომ ბიძინამ ხელისუფლება არ დაკარგოს, რადგან ბიძინას მხოლოდ ფულის ეშინოდა და თვლიდა, რომ თუ უკონტროლო ფულს არ შემოუშვებს საქართველოში, მას ვერავინ დაამარცხებს არჩევნებში, რადგან ბიუჯეტიდან ყავს დაფინანსებული ამ მრჩევლის ის რაოდენობა, რომელიც მისი გათვლით მას უმრავლესობას შეუქმნის მომავალ პარლამენტში. დღეს ბიძინა კვლავ ითხოვს 25 მილიარდ დოლარს. მას ამ თანხას არ აძლევენ, რის გამოც ბიძინამ ომი გამოუცხადა დასავლეთს, რომელსაც პირდაპირ ეუბნება. საქართველო არის ჩემი ბოსტანი და აქ თუ რამე გინდათ, ჩემთან მოგიწევთ საუბარიო. თუ არა და ქვეყანას მოვატრიალებ რუსეთისკენ და ამ გზით ვიხეირებ, ამოვიღებ ნელ-ნელა იმ ფულს, რომელიც მეკუთვნის. კაცო, გვეკუთვნის მაინც თქვი. რუსეთს ამ წამს ბიძინას ამდაგვარი პოლიტიკა აწყობს და აცლიან, თუმცა როდესაც დრო მოვა, ანგარიშს აუცილებლად გაუსწორებენ ყველაფრისთვის. რუსები და ეგრეთ წოდებული პუტინი, რომელიც არის პეტრუშევის თოჯინა, რამდენიმე კაცია, რომელიც პუტინის როლს თამაშობს, თავარია ეგრეთ წოდებული ვასილიჩი, ასევე არის უდმურტი და ასე შემდეგ. ამიტომაც ის, რასაც პუტინის ფული ჰქვია, არის რუსეთის FSB-ს ფული. მათ შორის გადანაწილებული სხვადასხვა ოლიგარქებზე. ამიტომაც ბიძინას რუსულ ფულს არავინ ანდობს და ამის მიზეზი არის ის, რაც მოხდა 2021 წლის 30 იანვარს. ოფშორების კანონი სულ სხვა მიზნითაა მიღებული. ეს ყოველივე უნდა იცოდეს დაინტერესებულმა მკითხველმა, რათა სწორად აწყოს ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომელსაც ეღობება ბიძინა, თავისი 25 მილიარდიანი პრეტენზიით დასავლეთის მიმართ. საქართველო ღირს 25 მილიარდი დოლარი. ბიძინამ ეს ფასი დაადო საქართველოს და სანამ ამ ფულს არ გადაუხდიან პირადად მას, იგი საქართველოზე იქნება შემოხვეული როგორც მაღრჩობელა გველი. რაც ვერ გათვალა ბიძინამ, ის იყო ჯენსის ფაქტორი, რომელიც მას გაისტუმრებს საქართველოდან, სავარაუდოდ ბრაზილიაში. ამიტომ ამ ჯენსებს გადაეკიდნენ. მეც არ ვფიქრობდი, კაცო, რას წერჭიან ამ ანგელოზივით ბავშვებს. ბიძინა წავახელს დაუქნებს თავის ბლეყვერა ბიჭებს, რომლებიც სახტა დარჩენილები მწყობრი ნაბიჯით სწავლენ ციხისკენ. მათ არც კი იციან სინამდვილეში რა ხდება. ბიძინა მათ არაფერს ეუბნება, რადგან თulis, რომ ბლეყვერა ბიჭებმა არაფერი არ უნდა იცოდნენ, ხო და? ეგებ გადაიკითხონ, ეს ყველაფერი დააფიქრდნენ, ფაქტები შეაჯამონ და დროზე უშოდონ თავს, სანამ მათი ხაზეინი ბოლომდე გათხრეს უკანალში, უიმედოდ აი სულ ესაა. დაკვირვებული მკითხველი თავად მიხვდება, რა პროცესი მიმდინარეობს და რისი კულმინაცია არის მოსალოდნელი 4 ოქტომბერს. მთავარია ის, რომ ქვეყანას მართავს კრიმინალური ბანდა ბიძინას თავკაცობით. ავტორი კოტე კონდრატ ბაბუნაშვილი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის EPIC ამბასადორის თავმჯდომარე და ეს სტატია არის ალიაში გამოქვეყნებული. სადავართ ხალხო, საერთოდ აზე ხართ, კოცები ხართ, ვინც ახართ, ვინც არ უნდა იყოთ. შვილები არ ყავთ, ოჯახები არ გააქვთ. ვინ ახართ ხალხო თქვენ? ამ ბიძინას უნდა გადააყოლოთ საკუთარი შვილები და საკუთარი ოჯახები და საკუთარი მოხუცები და ყველა. გიხდით ასეც. გადმოგიგდებთ რაღაცა იწყვილის ნაჩიჩკნს თავისას და თოლი ქართულს ურახუნებთ თავში და სწავლებს ჩადიხართ. სად ბანაობთ? დაგცინით. ამ თქვენი მათხოვრული 2 კაპიკების გადმოგდებით.